მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა, ხო? რა თეხავს მას შიგნიდან? აი ეგეთი რამე ავიღე ესეთი კითხვა. ნუ ვკითხოთ რატომ დუმს, თუ დუმს დაუშვათ ახლა, ნუ ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია რას გვაჩვენებს და რა გრძნობებს ეს მალავს და არ გაჩვენებს და ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში მინდა გავიგოთ, აი რა ხდება ახლა თქვენს შორის, ხო? რა ხდება ახლა თქვენ შორის, რომ იცოდეთ თქვენ, რომ ეს არის გაშლა თქვენთვის. Так. Ну, აქ არის როგორი მომენტი. ნახეთ, აქ არის ორი ვარიანტი წავა ეგრევე, იმიტომ რომ შეხედეთ ახლა. აქ პრინციპში ზოგისთვის არის სიტუაცია, როცა დიდი მოლოდინის მერე დაიწყო კომუნიკაცია უკვე, იმიტომ რომ ნამდვილად აქ ადამიანები არიან ну, არ შემიშნდება ამ სიტყვის. ну, მონატრება არის, ну, თქვათ, მონათესავისულებით შემიძლია თქვა, რომ აი გრძნობენ ადამიანები, რომ ერთმანეთთან უნდათ ყოფნა, მაგრამ ზოგისთვის კიდე არის ჯერ პაუზა, მაგრამ ზოგისთვის აი პაუზის მერე დაიწყო კომუნიკაცია, იმიტომ რომ ну, საჯარო გაშლაში მე სხვანაირად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ერთმანეთთან რომ აი იზიდავთ ერთმანეთს, აქ უეჭველე რა, გინდათ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან. აი აქ მონატრება არის ძალიან ისეთი, რომ აი რა გითხრათ რა, აი ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც რა არ უნდა გითხრას, როგორც არ უნდა გითხრას, ყველა ვარიანტში თქვენ ახლა აქ ნამდვილად ელოდებით ამ ადამიანს, თუ არ არის, თქვათ, გამოჩენილი. შეიძლება ელოდებით, ზოგი ახლა თქვათ არ არის აქ და გენატრებათ რა ეს ადამიანი და ამიტომ ახლა მაგარი რო გაქვთ მიზიდულება ერთმანეთის მიმართ, ეს კი ბატონო, აქ ნუ კიდევაც ბოლოში აგერ არის მზის არკანი, ზოგი ხო გეუბნებით, ზოგი გამოანატებს, ან გამოანათა უკვე და ზოგი ელოდება თავის საყვარელ ადამიანს, როდის გამოჩდება, კი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას და როდის უკვე დაასრულებს, თქვათ, ახლა შინაგან ბრძოლას და მოვიდეს რა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ახლა პრინციპში даже რო ვკითხოთ, ახლა ადამიანი კი არის წასული, მამაკაცი წასული არის, მაგრამ თქვენ მაგას როგორ იცით, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზოგისთვის იქნება აქ სიტუაცია, რომ მე უკვე ეს ურთიერთობა დავასრულე, მაინც ზოგი ელოდება და ზოგთან უკვე გამოჩნდა გოგოებო, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი დაკავშირება თქვენ გაქვთ, აი ძალიან აი მნიშვნელოვანი წყვილი ხართ ერთმანეთისთვის და აქ даже შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცამ ელოდებოდა, შეიძლება ხელის თხოვნა, ან შეიძლება იყო ხელის თხოვნა, ან შეიძლება იყავით ერთად, მაგრამ რაღაცა არ მოხდა, ადამიანი ან გაჩერდა, ან თქვენ შეიძლება შეაჩერეთ, მაგრამ ну ან ვერ გააკეთა არჩევანი რა ადამიანმა რა, ხა სწორი არჩევანი ვერ გააკეთა, ან დაუშვათ ну რაღაცა მქონდა, იმიტომ რომ ну ან არ მიყვარს, რა ვქნა ხა საჯარო გაშლაში ასე გამოდის. კარგით, იყოს ეს სიგნიფიკაცია აქ. მოდით ახლა ჩვენ ვკითხოთ, ახლა კითხვები მომზადებული მაქვს, ამიტომ თქვენც სანამ გავშლე ყავა მოამზადეთ, ჩაი მოამზადეთ, ვის რა გიყვართ და დავიწყოთ ახლა ჩვენ ხო განვიხილოთ ეს ცოტა ისეთი რთული პროცესი რა. ანუ თქვენ თვითონ ახლა უნდა დაგიჭირათ აქედან თქვენი სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ რომ ვთქვა, რომ აქ სიყვარული არ არის, ვერა, უბრალოდ აქ ადამიანი შეიძლება ხო გეუბნებით თვითონ ადამიანიც წავიდა ურთიერთობიდან, მაგრამ რო გითხრათ, რომ მაგისთვის ეს ადვილია, არის სისულელი, აქ შეიძლება ვიღაცამ დაასრულა ეს, ხო გითხარით, ეს პაუზა, ან დასრულდება, შეიძლება უნდა ჩამოვიდეს ვიღაცა, ესეთი მომენტი არის, ნახოთ. всё. ანუ ესე იგი სინამდვილეში რა ხდება ახლა მის შიგნით? რატომ დუმს და საერთოდ რატომ დუმს? დაუშვოთ, თუ არ გამოდის ეს კავშირი, ნუ ეს იმათის პოზიცია იქნება, ვისთანაც ახლა დუმილი არის რა. ნახოთ ახლა რა სიტუაცია ან მოვლენა გამოიწვია მისი შინაგანი ტკივილი, რა გრძნობას ეს მალავს და არ გაჩვენებს საერთოდ, თქვათ, ან შეიძლება ვაფშე არავის არ აჩვენებს, ხო? ვნახოთ ახლა როგორ მოქმედებს მის მდგომარეობაზე, ასე ვთქვათ, თქვენთან მის ქცევაზე. ну ახლა კიდე მე და აგიხსნით პოზიციებს, ახლა მაგას მოვუყურებთ რა.
ნუ ვნახოთ ეხლა რა დაეხმარება მას ამ მდგომარეობაში, რომ ეს შეიცვალოს რა. თუ შეიძლება ვაფშე მისი მდგომარეობა, ნუ აქ იმედებაც ვნახოთ იყოს და მე კიდევ შედეგსაც ვნახოთ, ჯერ ვნახოთ რას მაჩვენებს რა. და პირველი, ანუ სინამდვილეში რა ხდება მის შიგნით, ასე რომ ვთქვათ, სინამდვილეში ადამიანი არის, როგორ იცით, პრინციპში აქ რაღაც და წერტილი არის, აი როგორ არის, იცით? კიდე მინდა გავხსნა ეს. იმიტომ რომ აქ ცოტა შეიძლება ნუ საჯარო გაშლა რომ არის, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ზოგისთვის იქნება, რომ ვთქვათ, უნდა რომ დასვას წერტილი ზოგისთვის პირიქით რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი. ამიტომ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ შიგნით ახლა რა ხდება. ნუ აი ის რომ ახლა გადაწყვეტილების მიღების წინ დგას ეს უეჭველი რა. შეიძლება ფიქრობს თავის თავს ელაპარაკება, გაუშვას ეს ყველაფერი თუ რა გააკეთოს რა ვნახოთ აბა. რას გულისხმობ თქვენ აქ? ნუ აქ უფრო მაჩვენებს რას, იცით, რომ ნამდვილად გადაწყვეტილებას იღებს უეჭველი, აქ გადაწყვეტილების მიღება არის შინაგანად, მაგრამ აქ არის უკვე ტუზი, გაიგეთ და ტუზი როცა არის, მაინც ცოტა მინდოდა დაზუსტება და აქ უკვე ნამდვილად იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, სადაც ეხლა დიდი აი ამ პაუზიდან, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, აქ უკვე ფიქრობს, რომ უკვე რაღაცა ნაბიჯი უნდა გავაკეთო მე, შინაგანად, იმიტომ რომ თქვენ უყვარ ხართ მას, ძალიან უყვარ ხართ მას და თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი, თქვენთან უნდა წამოსვლა და აქ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მორჩა ეს პაუზა უნდა დავასრულო, იმიტომ რომ აქ ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს თქვენს გარეშე რა. ძალიან ცუდად, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის წყარო, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც აი ნახეთ როგორი მომენტი შეიძლება დაუშვათ ადამიანის, აი ნახეთ რა, აი თქვათ ყავდეს ახლა მეგობრები, ნათესავები, არა აქვს მნიშვნელობა ვინს თქვათ ახლა, ნუ დაუშვათ მარტო სულაც არ არის, არიან ვიღაცები, აქაც მაჩვენებს ეს რომ შეიძლება კომუნიკაციაც გქონდეს თქვათ ვინმესთან, მაგრამ ნახეთ, აი ხო შეიძლება ნუ ესეთი სიტუაცია რომ თქვათ, ბევრს მოსწონ ხარ, ბევრს უყვარ ხარ, ბევრს თქვათ, რა ვიცი, უნდა შენთან მეგობრობა, მაგრამ შენ ეს ერთი ადამიანი გინდა და შენ იცი რომ მხოლოდ მასთან კომუნიკაცია მე მომცემს იმ გამოჯამრთელებას და ანუ ის გამომაცოცხლებს. მე ვიცი რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩემი გამოცოცხლება, სხვას არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს შინაგანი ბრძოლა კი ქონდა, მაგრამ ვერაფერს ვერ მოერია, შეიძლება გაქცევაც იყო, შეიძლება წასვლაც იყო ამ ადამიანს წავიდა ეს ადამიანი დიდი პაუზა ქონდა უეჭველი, მაგრამ შეიძლება გადაერთო სამუშაოზე, მაგრამ იქაც იმანაც ვერ უშველა და ამიტომ აქ ადამიანი წვიდავს იმას, რომ უნდა დავბრუნდე იქ, სადაც მე ნამდვილად აი დავუშვოთ ახლა ვიცი რომ ის მე მიშველის რა, ის მარტო ამ ქალს შეუძლია ჩემი შველა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, უკვე მაჩვენებს და რომ თუ მერყეობს ეს ადამიანი, იმიტომ მერყეობს, რომ არ იცის თქვენ თუ გინდათ საერთოდ აი ეს მისი გამოჩენა, იმიტომ რომ იცის რომ ნუ ძალიან ისეთი ისე რა ქვია, გული გატკენათ. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ რატომ დუმს ეს ადამიანი, ახლა ნუ პრინციპში გვითხრეს რა. რატომ დუმს? ნუ ეხლა ესეც მაინტერესებს, იმიტომ რომ აქ არის პენტაკლების, ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო არის. ნუ ვიღაცისთვის მაინც საჯარო გაშლა და ვიტყვი რატო დუმს, იმიტომ რომ თქვა შეიძლება თუ ოჯახი ყავს, მაგრამ და იქ დაუშვათ ვერა, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის? აქ მე ხო ვეკითხები რატო დუმს, მაგრამ აქ უხილავი ძაბივით თქვენ გაქვთ ერთმანეთთან კავშირი რა. პლუს კიდე ნახეთ ახლა რატო დუმს, საინტერესო არის ძალიან აქ რაღაც რატო დუმს, ეს ძალიან საინტერესო დუმს, არგე რატო გოგოებო, ნახეთ აქ რა ხდება ამ ადამიანს რატო დუმს და ამას უნდა თქვენთან, აი აქ უკვე უეჭველი ფიქრობთ ეს ადამიანი, რომ ამას უნდა სერიოზული ურთიერთობა თქვენთან. აქ უმრავლესობისთვის იქნება ის ინფორმაცია, რომ თქვათ ოჯახი მინდა შევქმნა.
ანუ იმიტომ რომ აქაც ხო გვაჩვენა ჩვენ რომ მე არ ვიცი, ანუ ამას უნდა სერიოზული ურთიერთობა ეხლა ნახეთ, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, რატო დუმს? იმიტომ რომ მაგას შეიძლება კიდე გონია რა, რომ თქვენ შეიძლება ეს უკვე არც მისი გამოჩენა აღარ გინდათ და არც მასთან ურთიერთობაც არ გინდათ. იმიტომ რომ მას შეიძლება უნდა რომ ეს ფიქრობს რომ მოვიდეს თქვენთან და რამის შემოგთავაზოს, მაგრამ ეს ეხლა დუმს, იმიტომ რომ და შეიძლება ფიქრობს რომ აი აქ უფრო თქვენზე ფიქრობს რომ აი მე რო გამოუჩდე თქვათ ხო მას ვჭირდები აქ ნახეთ თუ დაუშვათ ადამიანს კიდე ვინმესთვის იქნება როგორი მომენტი თუ დაუშვათ თქვენ რატო დუმს თუ დაუშვათ თქვენ უფრო მაგას შემოსავალი თუ არა აქ დაუშვათ შეიძლება ზოგისთვის იქნება ეს ინფორმაცია რომ დაუშვათ ახლა მე ვჭირდები ეგეთი უფულო მაგას აი ეგეთი რამეც შეიძლება იყოს და ამიტომ დუმს რა შევთავაზო აქ ესეთი მაგარი არის რომ ნახეთ ხელი ორი ხელი ნახეთ მე რა შევთავაზო მას იმიტომ რომ მე არაფერი მაგ ისეთი რომ თქვათ ნუ რაც შემიძლია შევთავაზო ამიტომ ვდუმვა რა იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ამ ურთიერთობაში უფრო მეც აკეთებდით თქვენ უფრო მეტი გაცემა გქონდათ თქვენ თქვენ ცდილობდით რომ ეს ნუ თქვენზე იყო ეს ურთიერთობა და გოგოზე მაგლაპარაკე და შეიძლება თქვენ თვითონ თქვათ ეხლა ნუ უფრო მონაწილეობას იღებდეთ რა. ეხლა კიდე რატო დუმს და აი შეიძლება ეს ძალიან კარგად ფიქრობს რომ მე არაფერს არ ვაკეთებდი იმისათვის რომ თქვათ ეს მდგომარეობა შეცვლილიყო რა. არაფერს არ ვაკეთებდი და ამიტომ მე არ ვიცი ეხლა მას უნდა კიდე ეგეთ ნუ ჩემნაირი ადამიანი კიდე უნდა რომ მე ახლა მოვიდე ამასთან და კიდე აქ რატო დუმს და შეიძლება ფიქრობს რომ თქვენ ურთიერთობაში როგორ არის კიდე იცით სხვადასხვა აზრები გაქვთ ანუ თქვენთვის ბედნიერება არის ასეთი იმისთვის ბედნიერება არის ასეთი დაუშვოთ ხო და ამიტომ თქვათ ნუ არ ქონდათ ეს აქ კარმული ურთიერთობა ხო კარმული ურთიერთობა როცა ადამიანები გადიან რაღაცა გაკვეთილებს ხო პლუს კიდე რატო აქ უნდა მაგას უნდა რომ გამოჩდეს უნდა რომ მაგი ძალიან როგორ არის იცით აქ ძალიან სექსუალური სხვათა შორის ენერგია ჭარბობს იმიტომ რომ ნამდვილად უნდა რომ ან ეს მაგას აი ნახეთ შეუძლია მარტო პრინციპში აი აქ ვინც არის ეს ბიჭი აი ძირითადად მე თქვენაერი ხალი უკი უყვარხართ მაგრამ აი ეხლა ბუდიში და მარტო სექსის გარდა მაგას ალბათ არაფერი არ აქვს ისეთი რაც შეუძლია შემოგთავაზოს მიხვდით და ამიტომ ფიქრობს რომ ეხლა არ უნდა რომ თქვენ ალბათ რომ იფიქროთ რომ იმიტომ დაბრუნდა რომ აი დაუშვოთ ახლა ეს სექსი უნდა ხო იმიტომ რომ თქვენ ნუ თქვენს მიმართ მაგას აქ როგორი ძალიან მიჯაჭვულია და ძალიან აი თუ დაუშვოთ ვინმესთან მინდა მქონდეს ეს ახალი ურთიერთობა ხო მარტო მასთან, მაგრამ მე არ ვიცი რომ მაგას უნდა ეს, მე რა შევთავაზო, იმიტომ რომ სერიოზულია ეთყობა რაღაც არ შეუძლია რომ შემოგთავაზოს და თქვენ ახლა ფიქრობს რომ ნუ მარტო ეს გინდათ, ნუ აი ეგეთი რაღაცა თემა რომ დავუშვოთ იყოს, იმიტომ დუმს რა. ამ დროს უნდა თქვენთან ძალიან ესა და ამიტომ არის ასეთ ბრძოლაში რა რომ იტყვიან რომ სხვათა აქ ძალიან დიდი ეჭვიანობა აქ ეს вообще ეს ფიქრობს რას რომ თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ მაგისგან არაფერი თუ დაუშვათ თქვენ კიდე ყავთ ეს ადამიანი ბლოკში იცოდეს რომ ეს ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად რომ რაღაცა გააკეთოს შეიძლება თქვენზე ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია თქვათ ეხლა მეგობრებს თხოვს რომ დაუშვათ რამე ინფორმაცია მითხარით რა მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია იცით იმიტომ რომ თქვენ თითქოს თქვენ სიძლიერეს მაჩვენებთ თქვენ შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა ესეთი ადამიანი ხართ აი ვარსკვლავი რას ნიშნავს იცით ნუ შეიძლება იყოს დაუშვათ ახლა ვიღაცა ცნობილი პიროვნებაც თქვათ ხო ანუ რა არის იცით რომ
რა უთხრა რა რა უშველო. სხვათაშორის ეს რას ფიქრობს იცით რომ თქვენს თუ გქონდათ მასთან სექსი ფიქრობს რომ თქვენს გინდათ. ფიქრობს ამაზე რომ მე უნდა მივიდე და უშველო ამას რომ დიდი ხანია ხა მელოდება ეს არ ვიცი ვიღაცისთვის ექნება ეს ინფორმაცია. მაგრამ ამ დროს როგორ არის იცით რომ ფიქრობს რომ კი ბატონო დაუშვოთ ახლა მე დავბრუნდები დაუშვოთ ახლა ჩვენ გქონდეს ეს კონტაქტი დაუშვოთ ახლა კი ყველაფერი თქვათ მოხდა მოსახდენი ხო მაგრამ მე კიდე რა შემიძლია თქვათ მე ვიცი რომ თქვათ ახლა ერთმანეთი ძალიან გვინდა მაგრამ მე რა გავაკეთო რა ეთყობა ახლა თქვენ ნუ გინდათ შეიძლება თქვათ ურთიერთობა სერიოზული და მას აი ის ამოფულობის გამო და რაღაცის გამო ნუ არ შეუძლია რომ შემოგთავაზოს თქვენ ის რასაც თქვენ იმსახურებთ რა აი ეგეთი რაღაცა ნუ ნახოთ აბა რა სიტუაცია ან რა მოვლენა გახდა აი ასეთი მიზეზი ნუ პრინციპში ისიც გითხრას რა ნუ პენტაკლების მეფე ხო აი გარის ზუსტად უკვე მოგიყევით პრინციპში მე თქვენ ეგა რა სიტუაცია და ის სიტუაცია რომ კი მიყვარხარ კი ძალიან აი მთელი ჩემი გულის სული აი რაც მე მაქვს მე მინდა შენთვის მაგრამ რაც მე მაქვს მიხვდით რომ ისე კი მინდა რომ რამე რომ იყოს თქვათ ახლა ნუ მეტი ისიც კი მინდა პენტაკლების მეფე ძალიან ზრუნველი ადამიანი არის რა და შეიძლება თქვათ კი უნდა მაგრამ აქ არის ზუსტად ეს მიზეზი არის იმისი რომ ალბათ არ შეუძლია ხო გითხარით აქაც უკვე კი კიდე კიდე აქ როგორი მომენტი არის იცით აქ შეიძლება ნახოს მაღალი არკანები არის იცით რასაც ცოტა ღრმად მივდივარ გეტყვით მე თქვენ აქ შეიძლება მოხდა ისეთი სიტუაცია იმიტომ რომ ნახეთ რამდენი მაღალი არკანი გამოვიდა ეს უკვე იმას ნიშნავს კიდე ნახეთ აბა რა სიტუაცია ან მოვლენა გახდა ეს მიზეზი რა მისი ასეთი შინაგანი ბლოკის რა ან ტკივილის შეიძლება ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება რომ დაუშვათ თქვათ უნდა წასულიყო შეიძლება თქვათ ვიზა ქონდა გაკეთებული უკვე ხო ან თქვათ სჭირდებოდა ეს წასვლა ნახეთ 1 2 3 4 5 არკანი მაღალი რა და აქ შეიძლება უკვე უნდა და განულება შეიძლება ამ ადამიანს უნდა და თქვათ თუნდაც თქვენი დავიწყება არ გამოვრიცხავ მაგრამ და არჩევანის წინ იყო დაყენებული ეს ადამიანი და უნდა წასულიყო იმისთვის რომ აქ ნუ მასზე უკვე მაღალი ძალები უკვე დაიწყეს მასზე მუშაობა, იმიტომ რომ მისის, იმიტომ რომ იცით როგორი თემა არის, შეხედეთ, აქ ახლა ადამიანი იქცეოდა შეიძლება პატარა ბავშვით, მიდიოდა, მოდიოდა, ხო, კი მიყვარხარ რაღაცა, აი არასერიოზული იყო. აქ მაღალი ძალები იძახენ, რომ ეს კი მაგან კი მაგი უნდა გახდეს უკვე სერიოზული ადამიანი რა, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს გეუბნებით უბრალოდ ზოგ ადამიანს ეხლა ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი რაღაცა მე მინდა ეზოტერიკულად რატო ადამიანი თქვა პასუხისმგებლობას არ იღებს ასე შემდეგ ეხლა ამ გაშლაში მე არ დავიწყებ ამაზე ჯაღრმავება უბრალოდ ეს გეუბნებით რომ აქ რაღაცა პერიოდი ისეთი მოხდა აქ რომ აი უნდა თუ არ უნდა და даже შეიძლება მაგის არჩევანსაც არავინ არ უყურებდა ასე უნდა ყოფილიყო აი მის ნუ მაღალი ძალების გეგმაში ასე რომ ვთქვათ რა რომ ეს ადამიანი უნდა წასულიყო სადღაც ნუ არ აქვს მნიშვნელობა ხო პაუზაში გინდათ სხვა ქალაქში სხვა ქვეყანაში იმისათვის რომ აქ უნდა გაევლო მას თავისი რაღაცა კარმული თემები და უფრო შეიძლება უკავშირდება ეს იმას რომ აი ურთიერთობებს შეიძლება უყურებდა არასერიოზულად გამიგეთ რა ხდება აი არასერიოზულად და ამიტომ აქ ადამიანი აი თან ესეც თვითონ წავიდა სხვათა შორის ძალიან მაგარ რისკზე თვითონ შინაგანად კი მაგრამ აქ ვერაფერს ვერ იზავდა იმიტომ რომ სამდენი მაღალი არკანები აქ უკვე ვერაფერს ვერ იზავ ეს არის როგორც შენი ნების გარეშე რომ რაღაცა ხდება შენ შეიძლება გულით კი გინდა თქვა დაუშვოთ დარჩე ან არ წახვიდე მაგრამ რაღაცა გამოძრავებს ისეთი რაც შენ არ გაძლევს საშუალებას მიიღო ის გადაწყვეტილება თქვა რაც შენ თვითონ გინდა იმიტომ რომ უკვე მოვიდა დრო აი როგორც ახლა გაკვეთილი რომ არის ხო აი ხო არის თქვა ახლა
დასვენებაში არიან ბავშვები, ზარი რო დარეკავს, შენ უნდა შეხვიდე კლასში, ხო? და უკვე შენ გინდა არ გინდა, უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ გაკვეთილი იწყება, ხო? და აი აქაც ეგეთი რაღაცა არის რა, რომ აი უნდა შეხსულიყო და მორჩა, всё. აი ეგეთი რაღაცა, რომ რაღაცა გაკვეთილები დაიწყო მისი რა აქ. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ რა გრძნობები აქვს მაგას, რომელსაც ნუ არავის არ აჩვენებს ეს ადამიანი, რა გრძნობა და აქ არის ნუ ძალიან მზის არკანი არის, გრძნობა კი არა, იწვის ყველაფერი მასში რა, აქ ახლა ისეთი ენერგიები არის, რომ ნამდვილად ყველას იწვის, რომელიც აბა უფრო დამიზუსტეთ ახლა მზის არკანი. ნუ იცით რომ აი ზუსტად ეგ არის რა, რომ უკვე ეს ადამიანი უკვე გადამწვარია, იმიტომ რომ მართლა უნდა რომ აქ შეიძლება დიდი ხანი უწევდა ეს მარტო თქვენს გარეშე ყოფნა, გაიგეთ? და უკვე უნდა გამოვიდეს რა და მაგრამ არ აჩვენებს არავის, არ ვაფშე არ აჩვენებს იმას რა, რომ ისა რა კიდე შეიძლება არ აჩვენებს. ვაფშე არ აჩვენებს. არ აჩვენებს კიდე რას, იცით რომ ანუ ნახეთ მე ვეტყოდე რომ აი ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცა შეიცვალოს, თავისი სიყვარულის გულისთვის უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, ნახეთ, მაგრამ არ გეტყვის არასოდეს იმას, რომ აი მე შენი გულისთვის მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, მე შენი გულისთვის მთას აქედან იქით გადავაადგილებ და აი არასოდეს არ გეტყვის. აქ არ ექნება ესეთი ტიპაჟი, რომელიც ვთქვათ ახლა ნუ რაღაც ბევრს აქ არ იცის ამ ადამიანმა ვთქვათ დაუშვათ ნუ ბევრი დანაპირებები არ ამგონია რა, იმიტომ რომ ამ დროს იცით როგორი სიტუაცია, აი არ ამბობს ეს ადამიანი რომ ნამდვილად აი მინდა ყველაფერი შენთვის, მინდა, მაგრამ ვერ ამბობს. იცით კიდე რა არის სიყვარული აქ მაგას თან ვერ ამბობს რას, რომ გადავიწვი უკვე აი ეს სიჩუმემ უკვე დამღალა, ორივენი ხართ ჩუმად აქ. ნუ ვიღაცის იქნება ეს უფრო რა, ან იყავით თქვა ჩვენ ხო ვთქვით რომ ზოგი შეიძლება უკვე და თქვენ შეიძლება გაინტერესებთ უბრალოდ როგორ იყო თქვა როცა ჩუმად იჯდა, ხო? რა პროცესებში იყო. აი აქ ორივე აი სიჩუმე უკვე მაგას ნუ როგორი არის იცით ძალიან აი უნდა რომ გამოვიდეს, მაგრამ არ ამბობს ამაზე. აქ ადამიანი თითქოს არის ბედსდაყრდნობილი. აი როგორც იქნება, რაც იქნება, ისე იყოს. თუ სიყვარული არსებობს, სიყვარულმა გაიმარჯოს რა, ეგეთი რაღაცა არის რა და ამიტომ ამ თავის სიყვარულს მალავს ეს ადამიანი, რატო ასე ძალიან მალავს? ნუ აქ იყო წასვლა იყო და აქ არის დიდი ხნის პაუზა. აი ეს არის აი გუშინ ჩვენ საუბრობდით ტრენინგი ხო ხა უკვე გვიმთავრდება ფული და ურთიერთობა და ურთიერთობის ბლოგი გვაქვს ახლა და ზუსტად აი ეს სიტუაცია არის რომ მამაკაცებს აქ ეგეთი მომენტი რა ხშირად აი ეს არის კლასიკა რა რომ დაუშვოთ ახლა ჯერ თავიდან თქვათ ახლა უცბად გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება წავიდა, მაგრამ ხო გითხარით, აქ არის ორი პროცესი, აქ არის ახლა ფსიქოლოგიურიც და ეზოტერიკულიც ჩვენ გვაქვს, ხო? იმიტომ შეიძლება ადამიანმა თვითონაც აი თქვათ, ნახეთ, აი შეიძლება ურთიერთობა იყოს რაღაც ნორმალური, მაგრამ უცბად რაღაცა მოხდება, აი სწორ ადგილზე, ვითომ არც არაფერი არ იყოს, აი იმის რომ თქვათ დაუშვათ, ან ჩხუბი უნდა ყოფილიყო, ან ვაფშე ჩუმად წავიდეს და ვაფშე ფიქრობს, ვაფშე სადა ხარ? გაქრა, ხო? და მე უკვე აი თქვათ რაღაცა თქვათ ნუ დაარტყა თავში ხო უცბად და ვერ ხვდება თვითონ აი არ მინდა მივწერო და მორჩა და კი მიუყვარს არ მინდა რა ან თქვათ ნუ რაღაცა და ვერ ხსნი ამას ხო და მაგრამ აი ზუსტად აქ ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს პროცესი დაიწყო მაგრამ მე უკვე თავიდან კი შეიძლება თქვათ იმ პროცესში რომ შევიდა ადამიანი თქვათ ამოისუნთქოს ძალიან კარგად ვარ მშვენივრად კარგად ვარ მაგრამ მე უკვე ეს პროცესი როცა ნამდვილად ნამდვილად უყვარხართ ადამიანს როცა ეს პროცესი გრძელდება მე უკვე ადამიანი უფიქრდება რომ ეს რა გავაკეთე ხო ანუ აღარ შემიძლია უკვე რა ხო კაი ვიყავი საკმარისად უკვე ამ სიჩუმეში მაგრამ ამასობაში გავიდა თვეებით ამიტომ აქ არის პენტაკლების
ენერგია პენტაკლების არის ნელი, აქ არ არის ისეთი რომ ხო გავბრაზდე, დილით გავიღვიძ, მოი რა სიზულელი გავაკეთე, მოდი მივწერო. არა, აქ არ არის ეგეთი თემა, აქ არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება ბევრი დრო. მეტყვი იმპერატორში უნდა გადავიდეს, ხო? ბევრი დრო უნდა მქონდეს სიტყვაზე, ხო? რომ იფიქროს, ამასობაში გავიდა უკვე 3 თვე. და უკვე ეს ადამიანი იძახეს, რომ ეხა როგორ გამოუჩნდა რა მივწერო, ვაფშე მაგას სჭირდები, აი აქ როგორც გვაჩვენეს, ხო ხდებით რა ეს პროცესი დაიწყო. იქნება და უკვე ახარ ვჭირდები. თუ ეს ციკლური არის ეს სიტუაცია, აქ შეიძლება ციკლურიც იყო. აი ციკლ, აი მეთქი რა ხდება ეს მთვარე მაჩვენებს და ეს კი ბატონო, ეს უკვე იყო არაერთხელ, გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ თქვი რომ მეთქი აქ რაღაცა სხვა თემა მოდის. აქ იყო ეგ სიტუაცია არაერთხელ, როცა ეს ადამიანი ასე მიდივილი, მოდივილი, წავიდა, მოვიდა, წავიდა, მოვიდა, წავიდა, მოვიდა და უკვე არაერთხელ იყო, მიხვდით? და უკვე შეიძლება ეგაც ფიქრობს, რომ თქვენს ფიქრობთ, რომ არასტაბილური ტიპია რა, რა უბედურება, ეხლა წავიდა დაიკეტა კიდე, ეხლა ნუ რა არის. და ამიტომ არის, რომ თქვენ აი უკვე ფიქრობს, რომ თქვენ არ გინდათ რა, თქვენ შეიძლება უკვე დამშვიდდით, თქვენ უკვე არ გინდათ ეს ყველაფერი, ნუ როდემდე ეხლა, ხო? ამ დროს უნდა მაგას რო თქვენთან მოვიდეს, მაგრამ პროსტო ძალიან ბევრი დრო წავიდა, როცა ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებდა და უკვე ფიქრობს, რომ ეხლა შენ შეიძლება არ გაეკიდე მაგას, ხო? აქ მაჩვენებს ამასაც, მაგრამ დრო გავიდა და რო არ გამოუჩენილი ვიყავე, რაღა გავაკეთო, მიხვდით? აი ეს არის ეს გრძნობები, რომ აი და ამას ვერ აჩვენებს და იმიტომ რომ ეს თან ახლა იძახეს, რაც არ უნდა იყოს, რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო ეგ სიტუაცია, მაინც მე მიყვარს. ნუ არის ეგეთი ერთული პიროვნება ვიღაცა, ხო ხდებით რა. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ აი ეს მისი შინაგანი მდგომარეობა როგორ თქვენზე მოქმედებს. ნუ აქ როგორი მომენტია, იცით? აქ კი სხვა კითხვა მაქვს მოიცოდეთ, ეხლა მისი შინაგანი მდგომარეობა მოქმედებს როგორ მოქმედებს მისი შინაგანი მდგომარეობა თქვენთან მის ქცევაზე. აი ნახეთ, სხვათა შორის ეს შინაგანი მდგომარეობა ისე კარგად მოქმედებს, რომ უნდა რომ გამოჩნდეს. უნდა. ეს იყურება, თუ მანძილზე არის ელოდება, შეიძლება თქვათ, ნუ რამე პერიოდი უნდა დასრულდეს, აი აქ რაღაცა და თქვათ, უნდა გამოჩნდეს. ანუ მას უნდა გამოჩენა. უეჭველი უნდა. უნდა. ეს რაღაცას ელოდება. ხო, კი. უბრალოდ როგორი მომენტი არის, იცით, აქ შეიძლება რამე პრობლემები აქვს ამ ადამიანს, ხო? და ეს პრობლემები ეს რო დავამთავრებო, მერე კი. მაგრამ პლუს კიდე გეუბნებით, ეს ადამიანი ეჭვიანობს, შეიძლება ფიქრობს, რომ ვიღაცა ყავთ თქვენ უკვე. იმიტომ რომ ეგ რო წავიდა, შეიძლება არ იცის თქვენ, შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ დაასრულეთ, თქვენ უკვე აღარ გინდათ ეს უკვე მაგის ეგეთი მერყევი ხასიათი გაიგეთ და თქვენს უკვე დაამთავრეთ ეს ყველაფერი რა. ესეც, ნუ აი ხო ხედავთ, ეჭვიანობა და არ არის, ხა არ იცი ინფორმაცია რა აქვს თქვენ ეს იმდენი რო თქვათ, ნუ არ აძლევს, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ, აქ დაჟე ნახეთ რას ვეტყოდი, შეიძლება ამას თუნდაც ახლა თუ გაკვირდება თქვენ სოციქსელებში, აქ ვეტყოდი რომ კი რაღაცა მაქვს, თქვათ ინფორმაცია, მაგრამ აი ბოლომდე არა მაქვს ინფორმაცია. და ფიქრობს, რომ თქვენს არა გაქვთ მასზე ინფორმაცია და ამიტომ თქვენს არ იცით მასზე. გაიგეთ, აქ რაღაც ესეთი სიტუაცია არის რა. ნუ ძალიან აჯაბსამ დალიგებობნებით რა. ნუ ვნახოთ ახლა რა დაეხმარება მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში და შეიძლება თუ არა
მისი მდგომარეობა, რა დაეხმარება და დაეხმარება მაგას სიყვარული, დაეხმარება მაგას. იმიტომ რომ აქ არის ესა რა ქვია, თასების მეფე რა დაეხმარება. თვითონ თავის თავს დაეხმარება და თავისი ანუ ეს სიყვარული, ეს გრძნობა, რომელიც მაგაში ისე აღელდება, რომ რა გითხრათ რა, ყველა ვარიანტში აი ეს დაეხმარება მაგას. აქ იცით როგორ არის, მაგი ძალიან კარგად ხვდება. აი აქ მიხვდა ეს ადამიანი, რომ მე აი კი ვცდილობდი, რომ თავის მოტყუება შეიძლება ეს ადამიანი თქვათ, ახლა მეგობრებზე გადაერთო, გართობაზე გადაერთო, რაღაცებზე გადაერთო რა, მაგრამ მიხვდა, რომ არ მშველეს პირიქით ეს უფრო მაღიზიანებს, გაიგეთ, რომ აი თვითონ რომ გადავიდა იმ ენერგიაში, ანუ მაგას შეიძლება გქონდა, თქვათ, ახლა ეს პერიოდი თავიდან კარგად ვიყავი რა, აი ყველაფერი მქონდა, ყველაფერი რაღაცა, მაგრამ მიხვდა, რომ ვერა აღარ მიხარია უკვე, აღარც ეს მეგობრები და არც არაფერი, შეიძლება და ისე იქცევა აქ ეს ადამიანი, რომ აი უკვე იმ მეგობრებთანაც შეიძლება რამის თქვა უხეშობას აჩენს, გაიგეთ? ანუ ის რაც მას ახლა სთავაზობენ, ხო? რა აი ხო გეუბნებით, თუნდაც ახლა დაუშვათ ვიღაცასთან, შეიძლება გქონდა ვინმე სხვა თქვა გოგოებზე გადაერთო სიტყვას, მაგრამ ხვდება, რომ ეს ჩემი აი თავს ვატყუებ მე რა, რას ვაკეთებ ვაფშე რაღაც სისულელი რა. ანუ ეს როგორი მომენტი, იცით რა, აქ მე ვერ ვეტყვი, რომ აქ არის რაღაცა ადამიანს ვთქვათ ნაკლებობა სიტყვაზე, თუნდაც გართობაში, ხო? ნუ ყველას გართობა თავისებური. მაგრამ აი ეს არის ზუსტად რომ იძახ, აი არა რა, ეს არის სისულელი, აი არა. რასაც მთავაზობენ, ეს არის სისულელი. ნუ, ნახოთ ახლა ესე იგი ჩვენ გმედება. ნუ აქ ნახეთ, აქ უკვე ისე დღეში არის, რომ ნამდვილად ადამიანი ფიქრობს, რომ აი ღმერთო დამეხმარე, ღმერთო მიშველე, ღმერთო რამე გააკეთე, გეხვეწები რა, გეხვეწები. უკვე ინფორმაცია რა აქვს ღმერთო ამას, ინფორმაცია უნდა მაგას თქვენზე, რომ მოქმედება უნდა მაგას რა, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება, რომ როგორც იყო, მას ვერა. ანუ აქ ძალიან მაგარი სიტუაცია, ხო გითხარით, რომ პრინციპში გვაჩვენეს ჩვენ, რომ მაღალმა ძალებმა ძალიან მოკიდეს ხელი მას და აქ უკვე ისე აღარ იქნება, აქ თუ მოვა თქვენთან, უნდა მოვიდეს შეცვლილი. იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ უკვე არ მიიღებთ აი იმ სისულელეს, რაც იყო. არასერიოზული საქციელი, არასერიოზული თქვათ მიდი მოდივარ, არასერიოზული თქვათ რაღაცა და შეიძლება მაგასაც როგორ მომენტ ქონდა ეს მომენტი, რომ თქვათ აი ნუ გავერთობე რა, რატომაც არა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არის სისულელე. გავერთობი კი არა, აქ ისე მოკიდეს ხელი მაგაზე, რომ ნუ ვინახართ მისთვის ესეთი. ვინახართ და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც ეს სწავლობს რაღაცას, თქვენ მაგას ძალიან ბევრ რამეს თავაზობთ რა, რაც მან არ იცის. და ეს სულ გაურბიოდა მაგას რა, აი სულ ვინახართ თქვენ. ნუ ხო, აი თქვენ რასაც აძლევდით მაგას რჩევას, რაღაცას ეუბნებოდით, ხო? ამას არ იღებდა ეს ადამიანი, არ იღებდა, რომ აი მოიცადა, დაიცადა რაღაცა და არ იღებდა. აი სისულელეც შევფიქრობდა, რომ რაღაცა ეს რა ქვია. ამ დროს აქ სტაბილური ისე რა ქვია, უყვარდა თქვენთან ყოფნა, უხაროდა თქვენი თქვათ და რაღაცა და იცოდა, რომ თქვენს გიხარიათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ აი აქ მიხვდა, რომ არა. მე უნდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სიყვარული, ეს არის ადამიანი, ვისთანაც მე მინდა ექვსიანი თასების. გამიგეთ? თან პლუს კიდე აქ გულის ტკენა ნახეთ როგორი და აი გამოდის ეს ადამიანი და ნამდვილად აქ იქნება ძალიან კარგი სიტუაცია, აქ შანსს მოგცემენ, აუცილებლად მოგცემენ, თქვენს წყვილს მისცემენ, იმიტომ რომ აქ გაიგო ბევრი რაღაცა ისეთ მტკივნეულ მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ადამიანი, რომ ძალიან და კაი ხანიც იჯდა თქვენს გარეშე შემიძლია იგითხრათ, მაგრამ აქ თქვენს შეიცვალეთ იმის მერე რაც ეს წავიდა, ხო? მაგრამ
ნანობს რა თქმა უნდა, რომ ეს იცით რა ზავით. აი მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი რა. და ეხლა კი უნდა, ეხლა ნანობს, ძალიან ნანობს, უზომოდ ნანობს, უზომოდ უნდა თქვენთან დაბრუნება და ვინც ხა დაბრუნდა კი და კარგია და იმიტომ გაიგებთ თქვენ რა დღეშიც იყო რა. იმიტომ რომ აქ ახლა არაფერი არ შველეს მაგას. ახლა ხო აქ გქონდა მცდელობა სხვათა შორის ამ ადამიანს, რომ ან თქვათ ვინმის გაცნობა, ან დამალვა რაღაცა არ უშველა. აი ხო იცით რომ არის თქვათ რაღაცა წამალი, ხო? აი ეს წამალი, რომელიც ადამიანს სჭირდება და გეუბნებიან რომ მოდი შემცვლელი წამალი მოგცეთ თქვენ და ისიც გიშველეს. კი, ზოგს შველეს, მაგრამ ზოგისთვის არა, მარტო ის ორიგინალი ჭირდება და ну არანაირად არ მშველეს მე ეს თქვათ ახლა სხვა რაღაცა, ხო, სიტყვაზე და ხო და აი აქ ამის შემთხვევაში მასეა, რომ აი ეს შემცვლელები არ შველიან, არ კურნავენ. ну ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური მომენტი, როცა შენ ახლა მოვიდა შენთან ის პარტნიორი, ვისთანაც შენ უნდა გაიარო ის, რაც უნდა გაიარო, ვისთანაც შენ ну საჭირო არის რომ იყო, იმასთან მაინც გიზიდავს უკან, იმიტომ რომ აქ არ არის დამთავრებული არაფერი, გაკვეთილები და ასე შემდეგ და მხოლოდ თქვენი სიყვარულის მეშვეობით შეიძლება ეს ადამიანი შეიცვალოს. იმიტომ რომ როგორ არის იცით, მაგას აი საერთოდ როცა შენ გაძლევენ რაღაც, აჰა, всё, მოდი რა, ყველანაირად ყველაფერი შენთვის. იმიტომ არის რომ თქვა იდეალური ურთიერთობაში ნუ არ იზრდება, ხო, ადამიანი და ანუ ყველაფერი აი პადნოსით მიერთებული რო იტყვიან რა და ეს ამაზე არ იზრდება, არ იცვლება ადამიანი მაგ დროს და აი როცა უკვე ტკივილი, აი даже კინოს ნახეთ ახლა ამის წინათ უყურებდი კინოს ფილმს და ანუ იმდენად ტკბილი ბიჭი არის, იმდენად აი ყველანაირად მზრუნველი თუ რაღაც აი თქვათ ეს რომ ვამბობ ერთმანეთს უნდა ესაუბროთ, აი რაღაცა სწაური წყვილი, მაგრამ უკვე შევამჩნიე რა, იცით, თავიდან ვფიქრობ, ვაიმე, აი ასეთი რო იყოს, ასეთი რო იყოს. მაგრამ მე უკვე ფილმის განმავლობაში დავინახე, რომ გოგოც იძაბება, მაინც სხვა თემაზე, მაგრამ აი ეს ნამეტანი ტკბილი ხა შენ რო სულ ხა თქვა ტორტის შეჭამე, მე კამპეტს გათავაზობენ, მე კიდე ტკბილი კამპოტი და რაღაც ეს აღარ შემიძლია რა მარილიანი მომეცით ახარ შემი რაღაც გემო მაგ პირში. აი ეგეთი რაღაცა და ეს როცა აი ესეთ მდგომარეობაში რება აღმოჩნდა ეს და მივხვდი რომ არა და იმიტომ არის რომ ვერ ხვდები ახლა ის წერვა რა მინდა მაგას რა ნერვებს მიშლის ვერ გავიგე ეს არ მოსწონს პრეტენზიები აქვს რაღაცები და მაგრამ მაინც ეს იქ მინდა რა და აქ აგერ ნორმალური ხალია რაც მინდა იმას თქვათ აკეთებს ყველაფერს არა ის მინდა ის რომ ეს ნერვის მომშლელი ხო იმიტომ რომ ეს ნერვის მომშლელი არის ანუ აი ეს არის ჩვენი კარმული პარტნიორი всё სიხარულება მიყვარხარ ძალიან და გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.